ანტალიაში დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთი პირველი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. ღონისძიებაზე, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილა. მთავრობის მეთაურმა მთავარ პრიორიტეტებად ევროპული ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების გამყარება დაასახელა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ რთულია. სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებობს მიმდინარე კონფლიქტები, მაგრამ საქართველო ყოველთვის თამაშობდა ძალიან პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გაძლიერების მიმართულებით. სამშვიდობო ხედვა და პოლიტიკა გვაქვს რუსეთის ფედერაციის მიმართაც. რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება წახადისებული. ამის შემდეგ დისკუსია ფორუმის მთავარი თემით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე დიპლომატიის გამოწვევებზე ისაუბრა. პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი გაზრდილია. ამ კონტექსტში ყურადღება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე გაამახვილა. ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია. 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველს აყოფად. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე მევლუდ ჩაუშოღლუმ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთანაც ისაუბრეს. ჩაუშოღლუ, რომელიც ახლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. ბრიუსელის მიმართ უფრო მკაცრი იყო უნგრეთის პირველი დიპლომატი. ჩვენ არ მოგწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით. ჩვენ გსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს ორმაგი სტანდარტების გარეშე. რამდენჯერაც მემარჯვენე პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ არჩევნებში, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი. მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე მხარს უჭერდით. საერთაშორისო ორგანიზაციებში კი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთის რეზოლუციებსა და კანდიდატურებს უჭერენ მხარს. სხვადასხვა პლატფორმაზე სწორედ ამით ვარ მე დაკავებული ახლაც თურქული დელეგაციის მეთაურის რანგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სამწუხაროდ ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან. მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდებ. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი დიპლომატიის ფორუმის ოფიციალურ გახსნას დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. მთავრობის მეთაური ფორუმზე სწორედ რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მიიწვია. ეს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, მადლობას გადავხდით ჩვენს თურქ მეგობრებს მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის მონაწილეობა მივიღოთ ამ საინტერესო ფორუმში. დილიდან გქონდა ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღე, როგორც მოგეხსენებათ, პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაემართა მშელობა. შედგა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ლიდერების პანელზე, სადაც შესაძლებლობა მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე, საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე გაეკეთებინა აქცენტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ანტალიის ფორუმს საკმაოდ მაღალი დონის სტუმრები ესწრებიან. ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება როგორც აზერბაიჯანელი მეგობრების მხრიდან, ასევე თურქი მეგობრების მხრიდან. ვინც ობიექტურად აგვირდება და აფასებს მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყოველთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული
მშვიდობის უზრუნველყოფას არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ანტალიაში ერთდღიანია. ირაკლი გობახიძე თურქეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრიც მაკა ბოჭორიშვილმა სამიტი არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენა.